მართლმადიდებელი ეკლესია დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. დღევანდელ დღესთან დაკავშირებული წირვა-ლოცვა-სვეტი ცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმა-ფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე მაღავლინა. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა ღვთისმსახურების დროს წმინდა მირონი აკურთხა. წმინდა სითხის მოხარშოვნების კვირის ორშაბათს დაიწყო და ოთხშაბათს დასრულდა. საქართველოში წმინდა მიროს მე-6 საუკუნიდან ამზადებენ. ბოლოს კი იგი თავად სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 1995 წელს აკურთხა. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს, სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი. ეს წმინდა მირონის კურთხევით საქართველოს შეიძინა უდიდესი და დაუფასებელი სიმდიდრე სულიერი. და მადლობა უყავს, რომ ღირსი გახდა ამ წმინდა საიდუმლოს შესრულებისა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს უძლეველია. საქართველოს გამარჯვებული იქნება მომავალში და დღესაც. დალოცვილი იყავით თქვენ და საქართველო, ჩვენთან არის საღამოს ყველა ტაძარში იქნება 12 სახარების კითხვა და ჩვენ შევასრულებთ ამას წმინდა სამების ტაძარში. 7 საათზე დაიწყება საღამოს. დალოცვილი და გახარებული. უდიდესი ძალა აქვს ამ მომზადებულ წმინდა მიროს და იქნება ცხება ზეთითა, იმ ზეთითა, რომელიც იყო გამოყენებული ამ წმინდა მირონის საკურთხევისათვის. და აი ამიტომ ის მირონი, რომელიც დარჩა, იქნება გამოყენებული ხალხის ცხებისათვის. 3 დღის განმავლობაში, აი ახლა დაიწყება ცხება წირვის შემდეგ, თუ ხამე ხალხი იქნა ხამეს იქნება ცხება, ხვალაც შაბათსაც და კვირასაც. ასევე იქნება ცხება სხვა ტაძრებში. მდელმთავრებს ჩვენ გადავსცემთ ამ წმინდა მიროს და იქაც რაიონებში იქნება ცხება წმინდა მიროს. მირონის არ არის საქმე იმაშია, რომ ეს რითაც თქვენ მირონის ცხება ხდება მხოლოდ მართლობის დროს და მეფებს მეორედ აცხებენ მეფედ კურთხევის დროს და დანარჩენი ხალხი ყოვლად დაუშვებელია, რომ ორჯერ იწყოს მირონი. და ეს არის კურთხევამდე, სანამ ვაკურთხებთ ჩვენ მიროს, ეს არის აღებული, ეს ნივთიერება, ეს ზეთები და ამ ზეთით მოხდება ჩვენი ცხება. დალოცვილი იყავით და ღმერთმა ძალა მოგცეთ და მადლი მოგცეთ. მადლი ღვთისა უცნობს და მყუდრანი და ნაკურნალად აღმავსებელი. ამინ. დიდ
ხუთშაბათს ეკლესია სამნიშნელოვან სახარებისეულ მოვლენას იხსენებს. საიდუმლო სერობას, როდესაც იესო ქრისტემ ზიარების საიდუმლო დაგვიწესა, მაცხოვრის მიერ მოწაფეების ფეხთვანოს და გეცემანიის ბაღში ლოცვას. დღე, როდესაც უფალმა იესო ქრისტემ მოწაფეებთან ერთად უკანასკნელი საღამო გაატარა, საიდუმლო სერობად იწოდება. ამ სუფრაზე უფალმა აიღო პური, აკურთხა და ბრძანა, რომ ეს მისი ხორცი იყო, ხოლო ღვინო, რომელიც შემდეგ მიაწოდა, მისი სისხლი. ასე დაუწესა იესო ქრისტემ კაცობრიობას უზენაესი ღვთისწყალობა, ზიარების საიდუმლო. ამავე საღამოს მოცხოვარმა საკუთარ მოწაფეებს განუცხადა, რომ ერთ-ერთი მათგანი გასცემდა. ულოცავ საქართველოს დღევანდელ მნიშვნელოვან დღეს, დღესასწაულს, ასეთი უფლისმადლი გადმოვიდეს მთელ ჩვენს ქვეყანაზე, ეს იყოს დასაწყისი საქართველოს გაერთიანების, გამთლიანების, მშვიდობის, ქართველი ერის წინსვლის და აყვავების, მადლი მთელ საქართველოს და ღვთისწყალობა. დღეს დიდი დღეა, ისტორიული დღეა, დიდი ხუთშაბათია. მთელ ჩემს საქართველოს ქართველ ერს მინდა მიულოცო ეს ლამაზი დღესასწაული, დიდი დღესასწაული, უკვდავების დღესასწაული. დღეს საიდუმლო სერობა შედგა დღევანდელ დღეს, უფალი იესო ქრისტე, ეს არის ჩვენი რწმენის, სიყვარულის, სიკეთეს, თავდაბლობის, მშვენიერების სიმბოლო. ბედნიერესი დღეა ყველასათვის, ყველა ქრისტიანისათვის და ყველა მართლმადიდებელისთვის. ამიტომ აქ ალბათ ყველანი უნდა იყოს, ვისაც აქ ამის შესაძლებლობა. მე მინდა იმიტომ ვარ, რომ ვიყოთ ბედნიერი, იყოს საქართველოს ბედნიერი, იყოს გამთლიანებული და გაბრწყინებული. საიდუმლო სერობის დასრულების შემდეგ უფალმა უდიდესი თავმდაბლობით მოწაფეებს ფეხები დაბანა. მათ შორის პირველი იუდა იყო. რიტუალი, რომელიც მორჩილებასა და სიყვარულს გამოხატავს, დღეს შესრულდა სვეტი ცხოვლის საპატრიარქო ტაძარშიც. ტრადიციულად სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ფეხები 12 მოძღვარს დაბანა. დღეს გახლავთ უდიდესი დღე, დიდი ხუთშაბათი, დღე, როდესაც მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ საიდუმლო სერობაზე დააწესა ზიარების საიდუმლო. ეს უდიდესი საიდუმლო, რომლის გარეშედაც ვერც ერთი ადამიანი ვერ ცხონდება, ვინც არ მიიღებს უფლის სისხლსა და ხორცს. ასევე საიდუმლო სერობის დროს მაცხოვარმა გამოიჩინა უდიდესი სიმდაბლე და თავის 12 მოციქულს, მათ შორის იუდასაც, მიუხედავად იმისა, რომ უფალმა იცოდა, რომ ის გასცემდა მას, ფეხები დაბანა. ყველა მოქმედ ტაძარში საღამოს დაიწყო 12 სახარების კითხვა. ღვთისმსახურება სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღამეს. ტუროპერატორები, გიდები, მზარეულები და კონდიტერები ამიერიდან ახალი პროფესიული სტანდარტებით მომზადდებიან. სიახლე ჟურნალისტებს განათლების მინისტრის მოადგილემ და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ წარუდგინეს. როგორც მხარეებმა განაცხადეს, დოკუმენტი ორივე უწყების ერთობლივი მუშაობის შედეგია. სტანდარტების შემუშავების პროცესში ტურიზმის სფეროში მოღვაწე უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად უშუალოდ დამსაქმებლებიც იყვნენ ჩართულები. ახალი პროფესიული სტანდარტები მაისის თვიდან ამოქმედდება. ეს დაეხმარება ჩვენ პროფესიულ სასწავლებელს, რომ უკეთ განახორციელოს პროგრამები მიმართულებით, რომელსაც ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ წარმოვადგენთ. ეს გახლავთ გიდი, ოპერატორი, კულინარი, მზარეული და ასე შემდეგ. ანუ ის პროფესიები, რომელსაც საქართველოში რეალურად მოთხოვნა არის და სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში კვალიფიციური კადრი არ აქვს. რეალურად თვითონ სწავლება ტურიზმის სექტორში ძალიან მოთხოვნადი გახდა, თუნდაც იმიტომ, რომ ტურიზმის სექტორი გახდა თვითონ ძალიან აქტუალური, ძალიან მკვეთრის და არის თვითონ ტურისტების რაოდენობის და მოთხოვნა არის თვითონ დამსაქმებლების მხრიდანაც, რომ ყავდეთ კვალიფიცირებული მაღალი დონის კადრები, რომლებიც ასე ვთქვათ, მათ ხელს შეუწყობენ, რომ სწორად გავუკეთოთ ამ პროდუქტს და უმსახურებას რეალიზებონ.